კეთილი, მაშინ მივყვეთ იოანეს სახარების მეშვიდე თავს. პირობითად დავყოთ ეს მეშვიდე თავის სამ ნაწილად. პირველი ნაწილი არის მომზადება გასამგზავრებლად სუქოთზე. სუქოთი არის მოგახსენებათ კარბობის დღესასწაული, რომელიც შემოდგომაზე იმართებოდა და იმართება. მეორე ნაწილი აქ მეშვიდე თავის არის უკვე იქ რა ხდება თვითონ კარბობაზე და მესამე ნაწილი არის ხალხის აზრი იესოზე. პირველ ნაწილში საუბარია გადმოცემული ძმებსა და იესოს შორის. ძმები ვინ არიან? ძმები შეიძლება გავიგოთ იმ მოციქულების მიმართულებით და ერთ-ერთი ტრადიციული გაგება ძმების არის ზუსტად ასეთი, რომლებიც სხვა ადგილებში მარკოსთან მაგალითად ლუკასთან მოხსენებული არიან სახელად ძმები, ამ სახელით არიან მოხსენებულები, ესენი არიან იაკობი, სიმონი ზელოტი, იუდა, არა ისკარიოტელი, იუდა თადეოსი და იოსესი არ ჩანს, მაგრამ ეს სამი შემდეგ მოციქულთა სიებში ჩანა. თვითონ იოანეს არა აქვს მოციქულთა სია სხვათა შორის. და მაგრამ სხვა 7 მოციქულზე კონკრეტულად აქ ეს 7 მოციქული ან რაღაცას ამბობს, ან რაღაცას მოქმედებს, როგორც მათე ან ლევი, ხოლო ეს 4-ეული თითქმის არაფერს არ ამბობს. უბრალოდ სამეული, მოდი ასე ვთქვათ, მე-4 იოსე არსად არ ჩანს. ძმებად ასევე შეგვიძლია გავიგოთ ლუკა რო ახსენებს უკვე მოციქულთა საქმის დასაწყისში, რომ ერთად რო შეიკრებებიან მოციქულნი, ქალები, რომლებიც იყვნენ იესოს გარშემო, თვითონ დედამისი მარიამი და ძმები. ხო, გავიხსენოთ პირველ თავში ლუკა სიტყვასიტყვით ასე ამბობს. იქ რა თქმა უნდა მოციქულები და ძმები გაყოფილია ერთმანეთისგან უკვე და აი აქ შეიძლება სწორედ ის იოსები გულისხმოთ, რომელიც ძმად არის მოხსენიებული, მაგრამ მოციქულთა სიაში არ არის. ანუ ძმები არის ის ხალხი, რომელიც მას გვერდში თავიდანვე ედგა, სანათესაო უახლოესები. გავითვალისწინოთ, რომ ბუნებრივია ის, რომ ადამიანურ სახეს იესოსი, ადამიანურ გამოვლენებას იესოსი თან ახდა, ასევე ეს სანათესაო მომენტი. ხო და ეს რომელი გაგებითაც არ უნდა იყოს, ანუ ძმების იმ გაგებით, რომ ესენი არიან სამი მოციქული, რომელიც ჯერ კიდევ მოციქულები, ასე ვთქვათ, არ არიან და იოანე ხაზს უსვამს, რომ ესენი ამათ ბოლომდე ჯერ არ ჯეროდათ მისი. ან კიდე სხვა გაგებითი იყვნენ ძმები, ორივე შემთხვევაში ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს არის ის ხალხი, რომელიც უახლოესი წრია იესოსი, მას ურჩევს კიდევაც რაღაცას, იოანეს უნდა ხაზი გაუსვას იმას, რომ მათ არ წამჯერ იესოსი, მაგრამ ისინი ურჩევენ მას, რომ წავიდეს სუქოთის დღესასწაულზე. საოცარია ის, რომ ისინი რჩევას აძლევენ, იესო მათ პასუხობს, რომ ჩემი დრო არ დამდგარაო და მე ასად არ წავალო. თუმცა მე ვნახავთ აზრობრივად მეორე ნაწილში ამ მეშვიდე თავისა, რომ იესო მაინც მიდის და თავდაპირველად წერია, რომ ჩუმად მიდის. არა ძმებთან ერთად, არამედ მარტო მიეშურება სუქოთის დღესასწაულზე იერუსალიმისკენ და შემდეგ მას იესოს ხედავთ იქ სუქოთის დღესასწაულზე. ანუ პირველი ნაწილი, შინაარსობრივად პირველი ნაწილი, თავი მეშვიდე თავისა არის ეს საუბარი, მთავარი აქ არის ტექსტი გვეუბნება, რომ საუბარია ძმებსა და იესოს შორის. მანამდე არის მიზეზი დასახელებული, რატო იყო იესო გალილეაში, სახელობრივ ის, რომ იუდეველნი მას მოსაკლავად დაეძებდნენ. და ამიტომ იყო გალილეაში და ძმები მას ეუბნებიან, რომ წადი ამ დღესასწაულზე, გავიმეორებ კიდევ ერთხელ, მოუწოდებენ, რომ წავიდეს და გამოჩნდი. არა აქ მარტო ჩვენთან უნდა ჩანდეს, რაც
დაფარული კი არ უნდა იყოს შენი საქმენი, არამედ იქაც რომ იქ გელოდებიან მოწაფენი. გამოდის რომ ტექსტი გვეუბნება მოკლედ რომ მოწაფეები იესოს ყავს იუდეაშიც. ჩვენ ახლა გავანებოთ აი ამ გარემოებებს თავი რაც აქამდე ახსენი. გარემოებები ყოველთვის საინტერესოა, ამაზე შეიძლება ბევრი ვისაუბროთ და ექსეგეტები ამაზე კამათობენ, ვინ არის ზუსტად ძმები და რა იგულისხმება. მნიშვნელოვანი ჩვენთვის არის გზავნილი ტექსტისა და რას გვაწვდის ტექსტი ისეთ ინფორმაციას, რას გვაწვდის ისეთს, რომელიც ჩვენთვის არის საინტერესო, რომ უკეთესად გავიგოთ რეალობა, რომელშიც იესო იმყოფება და აქედან გამომდინარე უკეთესად გავიგოთ რა არის მისი საქმე და გზავნილი ჩვენთან. ხო? ანუ დაუბრუნდეთ ტექსტს და ჩვენი გზავნილი ამ ტექსტისა პირველი ნაწილისა მეშვიდე თავის არის ის, რომ მოწაფეები ყავს იესოს იუდეაშიც, არა მარტო გალილეაში, სადაც არის ნაზარეთი, სადაც გაიზარდა, სადაც მისი მოციქულები საიდანაც ისინი მოდიან ყველანი, არამედ მოწაფეები ყავს იუდეაშიც, ანუ იერუსალიმში მაგალითად და უპირველეს ყოვლისა. და იუდეის სხვა ნაწილებში შესაძლებელი შესაძლებელია. და ძმები მოუწოდებენ, რომ ისინი სწორედ გელიან შენ, მან იციან ალბათ შენ შესახებ, ალბათ კი არა, იციან როგორც ჩანს მის შესახებ, ისინი ელიან მას და დაენახე მათ და ის სასწაულები, რასაც აქ აკეთებ, გააკეთე იქ. ამ ფრაზას მოსდევს ტექსტში იოანეს შეფასება, რომ ამათ არ წამდათ მისი. ანუ რჩევა რომ შენ დაფარულში კი ნუ ხარ, იყავი საჯაროში და საჯაროდ დაანახე რაც შეგიძლია, არის ტექსტის შეფასებით, გავანებოდი იოანეს თავი, ჩვენთვის კონკრეტულად არ არის იოანე ამ წუთას გადამწყვეტი, არამედ თვითონ ტექსტი, გვეუბნება რომ საჯაროდ გამოსვლას კენ მოწოდება რომ აჩვენე შენი თავი საჯაროდ, მიდი, ნიშნავს იმას, რომ ამ მოწოდების გამკეთებელი გამოხატავს ეჭვებს. ხო, მე რომ ვიღაცის მჯერა, მე მას არ მოუწოდებ, რომ წადი საჯაროდ და საჯაროდ თქვი ეს და ნახოთ აბა თუ დაგიჯერებენ, ან საჯაროდ გააკეთე და მე შეიძლება მეც დავიჯერო. მოკლედ აი ესეა ეს დაგულისხმები, ამ ტექსტი გვეუბნება, რომ ვიწრო წრიდან, კერძო წრიდან საჯაროში გადასვლა არის რაღაცის დასამტკიცებლად მიმართული საქმიანობა, მიმართული ქცევა. ამიტომ არის ეს განცხადება ძმების და მოწოდება მის დამი რომ წადი ამ დიდ დღესასწაულზე საჯაროდ იერუსალიმში და აჩვენე ვინ ხარ, ეჭვის გამოხატულება ძმების მხრიდან. მეორე ნაწილი მეშვიდე თავის არის იესოს ჩუმად წასვლა სუკოთის, ანუ კარმობის დღესასწაულზე და იქ ღიად საჯაროდ კამათში შესვლა, პასუხების გაცემა იუდეველთა საყვედურებზე და იუდეველთა კითხვებზე. თავარი გზავნილი და დედააზრი ამ მეორე ნაწილს მეშვიდე თავისა არის კრიტერიუმების დასახელება, ანუ იმ ნიშნების დასახელება, მანიშნებლების დასახელება, რითაც შეიძლება გავარკვიოთ ვინ არის მესია. ხო? იუდეველები ელოდებიან მესიას და ამბობენ რომ შენ ვერ იქნები მესია, იმიტომ რომ არ ვიცით შენ საიდან მოდიხარ. მე ვნახავთ მესამე ნაწილში რომ თურმე იქ არის ხალხი, ვინც იციან საიდან მოდის ეს. ჩვენ კი ვიცით შენ საიდან მოდიხარ, ასე ვთქვათ, ეგ ფრაზაც არის, მაგრამ აქ პირველ რიგში გვხვდება ის, რომ ჩვენ ხო ვიცით საიდანაცაა იგი,
ხოლო ქრისტე რომ მოვა, არავის ეცოდინება საიდან არის იგი. ეს არის 27 მუხლი მაგალითად. ანუ ჩვენ ვიცით საიდან არის. მაგრამ აი ქრისტე ჩვენ არ გვეცოდინება საიდან არის. ჩვენ თუ გადავხედავთ ესე იგი გამოკვლევას როგორ აწარმოებდნენ წიგნობრები და წიგნობრები და ფარისევლები, განსწავლულები, ანუ წმინდა წერილში ამის პასუხსაც ვიღებთ უკვე მესამე ნაწილში, მეშვიდე თავისა, შინაარსობრივად მესამე ნაწილში, 52 მუხლში ეს ფარისევლები მუდამთავრები, როგორც მათი იოანე მოიხსენიებს, პასუხობენ იქ ნიკოდემოს, რომ გამოიკვლიე და ნახეო, რომ გალილეიდან წინასწარმეტყველი ვერ იქნება წარმოშობითო. გალილეიდან არ მოდის არანაირი წინასწარმეტყველი. ხო? აბა საიდან მოდის? წინასწარმეტყველიდან, ხო? თითქოს სიმართლესაც ამბობენ. თვითონ ტექსტის გზავნის დროს შევხედავ, სიმართლესაც ამბობენ, აქ არ არის მხოლოდ წინასწარმეტყველზე საუბარი, ხო? საუბარი არის თავად გამკაცებულ უფალზე. ანუ ისე რომ ისინი გაუგებრობაში არიან, თან სიმართლეს ამბობენ. მეორე ნაწილში, როდესაც მასა და ბრბო ხალხის ამბობს, რომ ჩვენ ვიცით ეს კაცი საიდან მოდის, მაგრამ ქრისტე საიდან იქნება, ჩვენ არ უნდა ვიცოდეთ წესით. ეს კრიტერიუმს ასახელებენ, მათ არ უნდა იცოდეს საიდან იქნება ქრისტე. ხო, ქრისტე საიდან იქნება. არადა თითქოს და უნდა იცოდნენ, რომ ბეთლეემიდან იქნება, ხო? ეს წინააღმდეგობა არის გარკვეულწილად, მაგრამ ის თავის თავზე ამბობს, ბრბო ასე ვთქვათ, არ უნდა ვიცოდეთ საიდან იქნება ქრისტე. საულულები უკვე მაგას აღარ ამბობენ, საულულები ამბობენ, რომ გალილეიდან არ იქნება. ანუ მათ იციან საიდან იქნება, ბეთლეემიდან უნდა იყოს. მაგრამ ტექსტი იმასაც გვეუბნება მესამე ნაწილში, როგორ დისტანციაზე გადიან წიგნობრები, მუდამთავრები, ფარისევლები, აი ეს ელიტა ასე ვთქვათ, მასასთან, ბრბოსთან, მათ ფარასთან, როგორ გადიან დისტანციაზე და წევლიან მათ. წეულის იყოს ბრბო, რომელიც გაგებაში არ არის. ხო, ესეთი ფრაზა გვაქვს ამ თავში. ამათი მხრიდან. ანუ ტექსტი გვეუბნება, რომ ელიტა დისტანციაზეა გასული ამ მასასთან და იესო იქ რომ მიდის, მას ასცემს პასუხს. მასიდან მოდის კითხვები მასთან და მასიდან წამოსულ კითხვებს სცემს პასუხს. მას საყვედურობენ, რომ შენ ეშმაკისგან უნდა იყო სხვანაირად როგორ აიხსნება იმას, რასაც აკეთებ. და არის ერთი ადგილი, სადაც იესო ამბობს, რომ თვითონ ასახელებს კრიტერიუმს, თუ ვინ შეიძლება გამოიცნოს იგი საიდან მოდის, ხო? ვინ შეიძლება გამოიცნოს? ერთი შეხედვით ძნელია, ხო, გამოცნობა, ადამიანი არის სხვა ადამიანთა შორის ერთ-ერთი ადამიანი, რომელზეც არსებობს პრეტენზია, რომ იგი არა მხოლოდ ადამიანია, მაგრამ ეს როგორ უნდა გამოიცნოს სხვა ადამიანებმა, ხო? სული ჯერ მოსული არ არის, სული წმინდა ჯერ მოსული არ არის. ანუ გამოცნობის კრიტერიუმი, გამოცნობის მასშტაბი ამ ადამიანებს აქვს თავიანთ თავში. იმ ცოდნაში, რაც მათ წმინდა წერილიდან უნდა იცოდნენ. ან ვინც უნდა იცოდეს, იმათმა ასწავლეს. იესო ამბობს, რომ მე მიცნობთ და იცით საიდან ვარ.
ხო, სასაუცარია. მე მიცნობ და იცით საიდან ვარ. ჩემით არ მოვსულო არა, მაგრამ ჭეშმარიტია ჩემი მოავლინებელი, რომელსაც თქვენ არ იცნობთ. ანუ ის ადასტურებს, რომ მომავლინებელს არ იცნობენ. მიც მომავლინა, იმას არ იცნობთ თქვენ. თორე საიდან ვარ, ეს იცით. ანუ ისინი ხო ამბობენ, რომ ჩვენ არ გვეწოდინება ქრისტე საიდან არის. და ეს ადასტურებს ამას. საოცარია ტექსტი, როგორ ტექსტი ადასტურებს ამ ხალხის გამონათქვამს. ტექსტი გვიდასტურებს, რომ იესო არაპირავენ მათ udasturებს, რომ udasturებს იმათ, რომ მათ იციან ეს ქრისტე საიდან არის, მათ მართლა არ იციან. არ იცნობენ მას, როგორ უნდა იცოდნენ, საიდანაც არის ქრისტე. წყაროს არ იცნობენ ესე. საიდან არის წარმოშობით, ეს იციან. წარმოშობით საიდან არის, მითი ადამიანური სახე, ეს იციან, მაგრამ საიდან მოდის, ეს არ იციან. და ბრბო ხო ამბობს, რომ ჩვენ არ გვეცოდინება ქრისტე საიდან მოვაო და ამის შესახებ კი ვიცით, ვინ არისო. აი ეს წინააღმდეგობა აქვს, ხო, დღესაც გაგვიგია ხშირად, რომ ერთის მხრივ იუდაველებს უნდა გამოეცნოთ, ვერ გამოიცნეს და არ აღიარეს. არ არის ესე იოლი ესეთი საკითხი, რას ქვია ვერ გამოიცნეს და არ აღიარეს. შეეძლოთ კი საერთოდ მათ თავიანთ კონდიციებში და თავიანთ წინაპირობებში ამოეცნოთ ეს განკაცებული ღმერთი? თავად იესო ასახელებს, ეუბნება პასუხს და ამბობს რა არის კრიტერიუმი. ვისაც უნდა ღვთისნება მიიღოს, იგი მიხვდება თუ საიდან მოვდივარ, ხო? ღვთისნება ვისაც უნდა მიიღოს, იგი მიხვდება საიდან მოვდივარ. აქ ასახელებს გადამწყვეტ კრიტერიუმს ამ მეშვიდე თავში. მაცხოვარი ორივე იმ ინტერპრეტაციის წინააღმდეგ, რომელიც ხანდახან შეიძლება დღეს გაიგოთ, ორივე რადიკალური ინტერპრეტაცია, ერთი მხრივ, რომ ეს ხალხი საერთოდ ვერ გაიგებდა ვერანაირად, გამორიცხულია, რომ გაიგოთ, რომ ეს იყო განკაცებული ღმერთი. და ერთის მხრივ ძალიან ძლიერი არგუმენტია, როგორ შეიძლება გაიგო ჯერ სული წმინდა არა, როგორ უნდა გაიგო, რომ ეს არის განკაცებული. და მეორე კიდევ უკიდურესობა, რომ მათ რა თქმა უნდა ის მოისმინეს და ბევრი ამოსაცნობი ელემენტი ჰქონდათ, რომ მიმხვდარიყვნენ, რომ ეს სულ სხვა იყო, მაგრამ მათი ბოროტი გულიდან გამომდინარე და ზრახვებიდან დაბნელებულები იყვნენ და ამიტომ ვერ ხვდებოდნენ. აი ესეთი პოპულარული გაგება ხშირად არსებობს, ხომ, რატომ არ აღიარეს ქრისტე. თავად მაცხოვარი ამ თავში კი კრიტერიუმს ასახელებს. ღვთის ნებას ვინც ეძებს, ღვთის ნების აღსრულებას წრფელი გულით ვინც ეძებს. ის მიხვდება საიდან ვარ. და არასაკვირველია იქ იყო ხალხი, ვინც ამას ეძებდა და რასაკვირველია ის იყო ხალხი მათ შორის, იუდეველთა შორის, ვინც მისი არამხოლოდ ადამიანური ბუნება ირწმუნა. ჯერ კიდევ იმ პერიოდში, როცა სული წმინდა მათ ამ რწმენაში არ ეხმარებოდა. ძალიან საინტერესო მომენტია. და უნდა გაუშვათ ხაზი ამ რომ არ დაგვავიწყდეს, გავიმეოროთ ხშირად, რომ ებრაული წიაღში ხდება პირველი მორწმუნეების ქრისტეს მიმართ პირველი მორწმუნეების წარმოშობა, წარმოქმნა და დაჯერება იმისა, რომ იგი არამხოლოდ კაცია. გამჭოლი ხაზი რომ ვიპოვოთ, გამდინარე ხაზი ამ საზრისისა მეშვიდე თავის სამივე მონაკვეთს გადავხედოთ და ცალ-ცალკე მონაკვეთში მთავარი გამდინარე საზრისი ვიპოვოთ და შევაჯამოთ. ყოველი მეორე მუხლი ისეთი აქვს, რომ განხილვის ღირსია. ამიტომ ეს წმინდა წერილი, მაგრამ ვერ დავასრულებთ ამას რომ მივყვეთ მთლიანად, ამიტომ შევეცადოთ შევაჯამოთ მთავარი გამჭოლი აზრი მეშვიდე თავისა იმ ხერხით, რომ სამი მონაკვეთი, რომელიც ჩვენ დავყავით, შევაჯამოთ თითოეული თავიანთი საზრისით. თავიანთი მთავარი და დედა აზრით. პირველი იყო ის, რომ ძმები ეუბნებიან, რომ წადი გამოჩნდი კარვობაზე. ძმებს თვითონ არ წამ ტექსტი გვეუბნება, მაგრამ ეუბნებიან წადი გამოჩდი. ეს უკუაგდებს მათ მოწოდებას, მაგრამ მერე მიდის. რა უცრაურია, ხო? ესე იგი თითქოს და ყური დაუგდო.
თითქოს და როგორც ჩვენ ჩვეულებრივი მოკვდავანი რომ ვეძებთ ღვთის ნებას, უგდებთ ხანდახან ყურს მათ, ვისაც კარგი უნდა ჩვენი. ხო? ძმები ეუბნებიან წადი გამოჩნდი, თუმცა არ წამთ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ კარგი არ უნდათ მისთვის, უბრალოდ არ წამთ მისი, რომ ის განკაცებული ღმერთია და ეუბნებიან, რომ წადი გამოჩნდი. და ეს უსმენს მათ. მართალია პირველი რეაქცია ასე მისი კაცური ბუნების არის, რომ სწორედ ისეთი ბუნების, როგორც ჩვენ აბსოლუტურად წარმოგვიდგენია ეს რეაქცია, რომ ჩემი ჯერ არ დამდგარა, მე ეს ვიცი და თავი გამანებეთ რა. მე აქ ავარ, გალილეაში. არსად კარვობაზე არ ვაპირებ წასვლას იერუსალიმში. მაგრამ მერე მიდის. როგორც ჩანს, ფიქრდება, როგორც ჩანს, ამ მოწოდებას იგი აღიქვავს როგორც მამის ნებას. და თუ გავითვალისწინებთ ჩვენი პრინციპებიდან გამომდინარე, რომ იგია თვითონ განკაცებული, მაშინ თავისი რეფლექსია, თვითონ თავის ნება გაიაზრა, მამის ნებას მიხვდა და წავიდა. იქ სადაც იციან, რომ იგი შემდეგ ჩანს, რომ იციან, რომ იგი იქ არ არის თავდაპირველად. და მთლიანად იწყება მაშინ თავი არ დაგავიწყდეს იმით, რომ სასიკვდილო დასდევენ, სიკვდილით დამოკრებიან. მაგრამ მაინც მიდის. აი ამ შეგონებამ ძმების გამოიღო ნაყოფი, რომ ის მაინც მიდის. არ დამდგარაო, ჩემი დრო ჯერ, მაგრამ მაინც მიდის. ხედავთ, აი საოცარი ამ მეშვიდეთა ეს გზავნილი ამ გაგებით, რომ თითქოს თავის შემეცნებაში ამ ძმებიდან გამომდინარე ისე სერიოზულად იღებს მათ განცხადებას, ფიქრობს და მიდის. შემდეგ კრიტერიუმების საკითხი. მეორე ნაწილის, მეორე მონაკვეთის მთავარი გზავნილი არის ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა, რომელიც მუდმივად ისმის დღემდე, როგორ უნდა განერჩია. ხო? იუდეველს იქ გინდა მასის და ბრბოს წარმომადგენელი იყოს და გინდა მწიგნობარი იყოს. როგორ უნდა განერჩია, რომ იქ ერთი კაცი, რომელიც ასე ქადაგებს, კი ბატონო, საოცრად ქადაგებს, მაგრამ მაინც ხომ ერთი კაცია, გარეგნულად ასეა, ემპირიულად, აღქმით, არის ერთი ადამიანი ბევრ ადამიანთა შორის. რითი უნდა გავარჩიოთ? რა არის ამისი ნიშანი, მანიშნებელი, მთავარი მახასიათებელი? თვითონვე იძლევა პასუხს. 7:17. მე-17 მუხლში წერია. ვინც ღვთის ნებას ეძიებს, გულწრფელად ბოლომდე ღვთის ნებას ეძიებს, ის მიხვდება თუ ვინ ვარ. ხო, დღემდე ძალაშია ეს საოცარი სიტყვები 7:17-ში. ხო? ანუ არც ისია საქმე, როგორც ბევრს გონია, რომ აი ვერ მიხვდნენ იუდეველები და როგორ უარყეს ქრისტე, ღმერთი უარყვეს მან თავად. ეს ყველაფერი საფუძველ მოკლებულია, რომელი ღმერთი უარყვეს. რომ აქონდათ ადამიანურ საფუძველზე მათ შესაძლებლობა რომ ამოეცნოთ, რომ ეს ღმერთი იყო. მეორე საკრიტიკული აზრი იმის შესახებ, რომ საერთოდ ხო ერთი ეს აზრი ხო ამბობს, რომ ეს შეხედულება ხო ამბობს, რომ მათ რა თქმა უნდა კონდათ და უარყვეს ღმერთი, მეორე შეხედულება არის ისეთი, რომ მას საერთოდ არ კონდათ. ღმერთმა დაუფარა, ეს იყო რაღაცა წინასწარ განზრახული უფლის პროვიდენციულად, წინა დაგეგმარება ღვთისა, ვინაიდან იქ წინასწარ უკვე იცის ყველაფერი. რომელიც თავისუფალ ნებას უარყოფს, ეს მეორე შეხედულება, ხო? რაცაც ქრისტე ამბობს, არის ზუსტად შუაში თავისუფალი ნების შენარჩუნება, მაგრამ ისე, რომ ისინი, ვის ღვთის ნებას ეძებენ, ხვდებიან, ვინ არის ქრისტე. ჯერ არ არის სულიწმინდა მოსული, გვეუბნება შემდეგი გაგრძელება მე-7 თავში, მაგრამ სულიწმინდა ჯერ მოსული არ არის, მაგრამ თავიანთი შეგნება საკმარისია იმისად, რომ გულით თუ ეძებენ ღმერთს, ისინი მიხვდებიან. უფალ სხვა დახმარების საშუალებაც აქვს, ვიდრე სულიწმინდა, რომელიც უკვე მერე ეხმარება მორწმუნეებს. მე-6 თავში გავიხსენოთ ის, რომ კრიტერიუმები არ არის. სად არის კრიტერიუმები იმისად, რომ დავასკვნათ ეს კაცი არის ღმერთი. და 7:17 მე-17 მუხლში იგი კრიტერიუმს თვითონ იძლევა და ამბობს, რომ ვინც ღვთის ნებას ეძებს, ის მიხვდება მე ვინ ვარ. ეს არის გადამწყვეტი პასუხი ხო ყველასთვის, დღესაც. და ბოლოს
ბოლო მონაკვეთის გამჭოლი აზრი, რომ აზრი სხვადასხვაა ქრისტეზე. გაუცებულები არიან ისინი, ვინც გაგზავნილები არიან ქრისტეს ქრისტეს შესაპყრობად, რომ ესე არავის არ ულაპარაკიაო და მათი საყვედური ფარისევლების მხრიდან და უბრალოდ მწიგნობრებისა და ყველა იმ ელიტის მხრიდან მაშინდელი იუდაიზმის, რომ არ იცით, რომ და შემდეგ ნიკოდემოსიც არის ჩართული ამ საქმეში, ასე ვთქვათ, ისე რომ უნდა მოусმინოთ ჯერ კაცს და მერე უნდა გავსაჯოთო მოსეს კანონითო ამბობს, რომ ნიკოდემოსაც აყვედურობენ ისინი, რომ არ იცით, რომ გალილეიდან არ იქნება წინასწარმეტყველი. ხო, წინასწარმეტყველი, ეს საინტერესო მომენტია. წინასწარმეტყველი არ იქნება. ამ დროს წინასწარმეტყველზე არც არის საუბარი, ხო? ხო, აი ეს გამჭოლი აზრი არის ის, რომ სხვადასხვა აზრი არსებობს. კარგად იციან მწიგნობრებმა, წაკითხული აქვს და იციან საიდან უნდა იყოს წინასწარმეტყველი, როგორც ისინი ამბობენ, მაგრამ აქ უკვე მეტეზეა ლაპარაკი ვიდრე წინასწარმეტყველზე. და მესიაც რომ იყოს, რაც მათ აგრეთვე იციან თუ საიდან უნდა იყოს მესია. და ესეც რომ მათ იცოდნენ, მათ არ იციან, ტექსტი გვეუბნება თითქოს შეფარვით, რომ მათ არ იციან, რომ ეს კაცი ბეთლეემში დაიბადა. საინტერესოა, რომ ცოდნოდათ, რომ ბეთლეემში დაიბადა, რა აზრ შეიცვლიდნენ. კეთილი, ამით დავასრულოთ მე-7 თავის განხილვა.